მოგესალმებით Echo Chamber-ის სტუდიიდან დღეს ჩვენ ყავს გადასარევი და სასწაული ბიჭის სტუმარი სანდრო კაკულია. იცით ზუსტად ვიცი ყველამ და ახლა აქვს საოცარი პოდკასტი გაბედეს ავტორი ხარ. სენის ავტორო პროგრამაა, ხო? პროგრამა რა პოდკასტი. და აი ძალიან ბევრ ხალხს ეხმარება ზუსტად ვიცი ისეთი სიღრმისეული და ისეთი კარგი პოდკასტი აუცილებლად უნდა უყუროთ ყველამ. გამარჯობა. და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. შენი ამბავი ბევრმა იცის, ვინც არ იცის, ახლა გავაგებინებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა ცოტა კიდე სხვა კუთხით შევხედოთ, როგორ ცხოვრობდი ალა ჯანსაღად, მოდი ესე დავარქვა და დღეს რამდენად ჯანსაღი ცხოვრობდი. ცხოვრობ ბევრზე, ჩემზე მეტადაც კი ალკოჰოლი რამდენი ხანი არ დამილევი. მე 4 წელია. 4 წელი არ დაულევი ალკოჰოლი მაგალითად. მოკეთ ახლა სწორად რო გავყვეთ, სანდრო. შენ იყავი პირდაპირ რო დავიწყოთ, ხო? ნარკოდამოკიდებული, რამდენი წელი მე არ ვიცი და თუ გინდა მაგაზე მოკლედ რომ მოგვიყვე. ესე იგი ესე ვამბობთ რომ დამოკიდებული ვიყავი და ვარ. ოკეი, გვიცი. მაგრამ მომხმარებელი ვიყავი და აღარ ვარ. ანუ წარსულში მომხმარებლობა მოსულა და ეხლა აღარ ვარ. როგორც შენ თქვი, ესე იგი 4 წელი ალკოჰოლისგან სრულად თავისუფალი და სუფთა ვარ. 3 წელი შემისულდა სუბსტანციებისგან, ხოლო წელიწად ნახევარი ნიკოტინისგან. სიგარეტს აღარ ვეწევ. გეუბნებით, ყველაზე ჯანსაღი ადამიანი, ვინც ამ სტუდიაში მოსულა, კეფიცები. და მაგრამ მოვდივარ საშინელი წარსულიდან, რა თქმა უნდა. და როცა დადგა ეგ მომენტი, აი 4 წლის წინო დაიწყო ეს რაღაც დიდი გადაფასების პერიოდი. მე რაღაც დიდი გამყინვარება და დიდი რაღაცა, დიდი გამოფხიზლების პერიოდი რო დაიწყო. რაღაც იდეაში ძალიან მარტივად გამოსავლის სარეაბილიტაციოში მივაგენი რაღაც პრინციპს, რომელმაც გახსნა კარი მე ყველა სხვა მიჯაჭვულობისგან გათავისუფლებაში რა. და ეს რამე ჩემი ნოუ-ჰაუ კი არა, მე კი არ მივხვდი ძალიან კარგად რამეს. ასე არის რა, როცა გინდა რომ პროგრამა დაგეხმაროს, ესე გეხმარება პროგრამა რა. და როცა ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე უარის თქმის იმას რა ქვია, მექანიზმს გამოცდი, მე ამის გამოყენება შეგიძლია უკვე სხვადასხვა რაღაცაზე რა. და საბოლოო ბოლოს რაც ჰქონდა სიგარეტი, მოკლედ და ნიკოტინზე დამოკიდებულება, მაგასაც მაგ პრინციპით მივუდეგი. რამე განსაკუთრებული პრინციპია, ეს მოყოლად გაიგებს? ანუ იცი რა, არაფერი კვებაზეც რაღაცა ალბათ იცი რა არის, იდეაში რა შესაძლებელია რა, იმიტომ რომ ეგ ჩონები რაღაცა როგორ ალკოჰოლზე თუ ნიკოტინზე თუ ზოგი შაქარზე და ნამცხრებზე ისეთ დამოკიდებულია რომ არის მოკლედ რაღაც რა, იმ კვლევების მიხედვით გემბლინგი, ნიკოტინი, ალკოჰოლი, მე-4 არის ურთიერთობა და იქვე არის ამ ტოპ 5-ეულში არის კვებაზე დამოკიდებულებაც რა, შესაბამისად, მათ შორის შაქარი არის. მე მაგალითად ხალხნო ვარ ნამყოფი ჯგუფზე, ეგრეთ წოდებული ანონიმურების შეფლებაზე, სადაც მოსმენილი მაქვს ცხადია ანონიმურობის პრინციპს არ დავარღვევ, შუახნის ქალბატონი, პროფესიით ბუღალტერი, რომელიც ამ ჯგუფებზე დადიოდა იმ მიზეზით, რომ ის იყო დამოკიდებული შოკოლადზე. და ეს მას ძალიან აწუხებდა. ეხლა რატო რა, ანუ ეს დამოკიდებული მოხმარება ხო როგორ იზომება რა, ანუ რამხელა ზიანს გაყენებს, იმიტომ რომ შენ თუ ხან აი რეკრეაციული მოხმარებას მოსულა, სიგარეტს თუ ეწევი თვეში ერთხელ, ან თუ სვამ კვირაში რაღაცა 1 ჭიქა ღვინოს და ეს პრობლემას არ გიქმნის, შეგვიძლია თქვა, რომ შენ იდეაში არ ხარ დამოკიდებული რა. მაგრამ ამ ხალის პრობლემა რა იყო, რომ ესე იგი შოკოლადს თუ არ შეჭამდა, ვერ მუშაობდა. მე ეს შოკოლადის გახსნის აღწერდა, როგორ იხსნებოდა ეს ჭაჭუნის ქაღალდი, ხო? გემოსაც გრძნობდა. კი, თუ გვერდზე ედო, თუ შორს იყო ჩანთა. აი, რო წარმოიდგინე ნარკომანის დოზა რო სადაც იყოს, ხო? და ეხა რომ შეხვიდე სადაც ყვალიში მოიხმარო და ჯერ რომ ვერ შედიხარ და ესე იყო ეს ქალის. შესაბამისად, ტვინი რა, ტვინი ისეთი ერთდაიგივე რაღაცას განიცდიდა, ხო? იმას არ აინტერესებს. თუ შოკოლადზე არის, შოკოლადზე იქნება. აი, როგორც რაღაც ობსესიას, ობიექტი არ შეიძლება ან რაღაცა მექანიზმი ერთი პრინციპი მუშაობს, მაგრამ შეიძლება ფარდაზე იყო ადამიანზე, რავი, მიჯაჭვი და ასე შემდეგ.
ხო და ეხლა რას დაუბრუნდეთ? წარსულს ისე? მოკლედ. ეხლა რადგან ხო, მოკლედ რა არის, რომ მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ბევრი რამე მაწუხებდა, ჯანმრთელობის მხრივ. რაღაც პერიოდები იყო, რომ აი რაღაც ამ იპოხონდრიაში გადამივიდა და ორი ადამიანი თუ საუბრობდა რაღაც დიაგნოზზე, მეგონა რომ ეს მე მჭირდა და მივდიოდი, ვიღებდი ამ კატებს და ტომოგრაფიები და ტვინი და ხან ეს კიბო მეგონა მქონდა და ხან ის. პლუს მქონდა სულ მუდმივად მაღალი წნევები. ანუ აი მართლა ობიექტურად რო გაგეზომა, მქონდა 160 წნევა. აი ეხა გააქვს. ეხა არაფერი არ მაქვს. ეხა მან წავალ რა. აი ბოლო ეპიზოდი იყო მოვხვდი საავადმყოფოში 4 წლის წინ. ესე იგი რაღაც პატარა კრიზი განვითარდა, არავინ არის ის რატომ, წნევა ძალიან მაღალი წნევით, თვალში დაუკარგე მხედველობა, სასწრაფოდი ემერჯენსში მოვხვდი. ამ ემერჯენსში მოკლედ ეხლა რატო არის ეგ მნიშვნელოვანი რა, რომ რაღაც კვლევები ხო გამიტარეს დავრჩი ამ კლინიკაში და 2 დღის განმავლობაში კვლევები. აი ეს კვლევები რომ გამომატანეს, რამდენიმე დღის წინ ამოვიღე რა ეს კვლევები დამჭირდა, იმიტომ რომ გადავიკონტროლე რაღაც მონაცემები, მათ შორის ღვიძლის ფუნქციები რა და მოკლედ ისეთი საშინელებები წერია, რომ ეს მე რო არ იცოდე რომ მე ვარ, ეს კაცი საერთოდ გამოვიდა იქიდან. და აქვე მოუყვები რა, ეგეთი ის არის, მაგალითად ღვიძლის იმაზე რა ქვია, კედელზე ბრჭყალებში წერია ვარსკვლავით მოჭედილი ცა. ეგეთი ტერმინი არის, ცოტა მოძველებული ტერმინია რა, თქვათ რაღაცა თანამედროვე აღარ არის, ხო, მაგრამ ასე აღწერენ სურათს რაც ხდება ღვიძლის კედელზე რა, ანუ ეს რაღაც ჩაკირული პატარა უბნები და ასე და ესეთი პატარა წერტილები ვიჩენს. ხო და ეგ იყო თავის გაცხიმოვნება ასე შემდეგ. ეს მაღალი წნევები, ეს რაღაც მუდმივი ქოშინი, დაღლილობა, რაღაცა და ყველაფერი მტკიოდა. აი სულ მეგონა რომ მუდმივ ტკივილში ვიყავი რა. ხო და პირველივე წელს აი რაც ალკოჰოლის და რაღაც ნივთიერებების მოხმარებას შევწყვიტე. პირველივე წელს მოხდა როგორი გადატვირთვა ისი ორგანიზმით, აი თითქოს ძალიან დიდი ტვირთი, აი ესე ბუდა რომ მოგეხსნება რა. და აი თურმე 125 წნევით სიარული რა კარგი ყოფილა ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი წნევა, მე თვალში პრობლემები ეს მაღალის ეს ჩაცხრიან მისკდებოდა ხოლმე ეს კაპილარები, ანუ საშინელებები მაქვს რა გავლილი. მაგრამ მეორე მხრივ ძალიან ის იყო რომ მოხმარებაში ადამიანებს ახასიათებ წესით, ან მე ვიყავ ეგეთი ტიპი, რომ ძალიან ნერვიულად. სულ დავდიოდი ექიმებთან რა. სულ შიში მქონდა ხო რა და ამით ვაკომპენსირებდი შეიძლება. მაგრამ ეს ისინი მქონდა. ეხლა ესე იგი, აი რავი, ერთი კვირის ის არის აქვია ნიუსი. ესე იგი ღვიძლს სხვა ეგ ფუნქცია რა. მე გადავრჩი ოღონდ რაღაც ქრონიკულ დაავადებებს ღვიძლის. უბრალოდ იყო აი რაღაც მუდმივ ტოქსიკოში რო ამყოფო რა ღვიძლი, ანუ უჭირდა ამდენი საშინელების გადამუშავება და ეტყობა რაღაც ანთებითი პროცესი იყო. ეხლა მაგ რაღაც აი 22 წლის ბიჭის ღვიძლი რა, აი აბსოლუტურად გაკრიალებული. აი მე ვამბობ რომ ვარ ეხლა ეგრეთ წოდებულ reverse-ში რა, აი უკან ჩემი ორგანოები მთელი ეს რაღაცა ყველა უკან მიდის რა და მართლა აი ეს რაღაც გამოჯამრთელების სასწაულებს ეძახიან პროგრამაში ეგ ტერმინი არის და აი არ ვიცოდი ხოლმე რა არის რა აი თავიდან რომ საჩუქარი გამოჯამრთელების საჩუქარი წინ დაგხვდება იმამდენი წლის მე და რავი და ყველას თავიდან ჩვენ გონია ხოლმე რომ ეს საჩუქარი უნდა იყოს რაღაც ან მანქანა რომელსაც ბანკი უკეთია რომ აი ახლა მე თუ აღარ დავლევ ვიღაცა მანქანა სადღაც უცხოეთში მოგზაურობა ამ დროს არის ძალიან მარტივი რაღაც ჯანმრთელობა და well-being რაც არის აი მენტალურად კარგად ყოფნა სულ ვამბობ რა რომ 3 წელია და არ მეშინია გათარსვის და ცუდი თვალის რა 3 წელია ხალხნო ვიძინებ და ვიღვიზებ და ბედნიერი ვარ. ანუ ეს კონტრასტი საიდანაც მოვდივარ, იმდენად საშინელება იყო, რომ ეხლანდელი მდგომარეობაში ვარ, სულ კარგად. უბრალოდ რომ ეხა ხარ, უკვე კარგად, ავტომატურად ბეისი ხარი რომ კარგად. ანუ ცუდათაც ვარ, კაცო. ეხლა რა თქმა უნდა, და ეგ უნდა არაუშავს. ხე რომ მორჩები. აუ, აი ის ცუდად ყოფნას რა კაი, რომ ვიცი, ეგეც ვისწავლე. რომ ყველა ცუდად ყოფნის მერე მოდის კარგად ყოფნა. და ეგეც სწავლებადია. აი ეს ტვინის რეპროგრამირება რა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგას ვაკეთებ ყოველდღიურად რა.
გადასარავი. ვიძახი ყველაზე ჯანსაღი ადამიანი გვაყავს და დამეჯერათ არავინ. ესე იგი, გარდა ამისა, პირველი რაც სანდრომ გადააგდო რა მოდი პირდაპირ ესე თქვი, იყო ხორცეული. კი ბატონო. და ეხლა მაგეთი დაიწყო და ანუ ეს ჩვენ არ ვიძახით. ჩვენ არ ვიძახით რომ кайქლა თქო, გავიგოთ ჯერ რატომ გადააგდო. მას ჯანსაღ გზასაც თავის პრობლემები ახლავს და ხო და ეგ იყო პირველი რითაც მოხმარებაში ცოტა მიუხედავად იმისა, რომ ეხა ეგ ძალიან ისეთი გადაწყვეტილება იყო სიფხიზლეში მიღებული ეგ ნამდვილად, მაინც ის არის რა, ცოტა ჰიპერბოლიზება ახლავს თან რა, რომ ეხლა მე ამას აღარ ვიზავ, ისა აი ამ წამალს დავლე ეს მიშველი. ხორცის შემთხვევაში ორმა ფაქტორმა შეეჯახა ერთმანეთს. ერთი იყო ნამდვილად რაღაც ადამიანური და ძალიან ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე და მეორე თითქოს ორგანიზმმა მიკარნახა და ეხლა მოვყვები მაგ მომენტს რა. 5 წლის წინ ვარ იმაში, რა ქვია, შინდიში, არის ზაფხული და არის კორონას ბოლო პერიოდი, რა, ყველაფერი ლოკდაუნია, დაკეტილია, თუ გახსოვთ, სუფრები ზაგზალულია, 12 კაცი მეტი არ შეიძლება და ეგეთი რაღაცები. ვარ იმაში, რა ქვია, მე მგონი მაშინაც ის რეჰაბში ვიყავ. ესე ვყვები ხოლმე რომ აგარაგზე ვიყავი, სინამდვილეში პირველ რეჰაბში ვიყავი და ძალიან საყვარელი მზარეული ქალი ყავდა და აი უგემრიელი საჭმელს აკეთებდა. თამრო და ესე იგი დილა არის, ჩავედი და მაცივარი გამოვაღე და დავინახე ახლად დაწურული ფარში რა, როგორი ხო, ცოტა სისხლის წვენების რო გამოსდის. აი არაფერი და დავუკეთე. რა ხშირად დამინახავს. ახლა იმით რაღაც უნდა მომზადდეს. და მე 10 საათიანი, 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ლაივში გამოდის იმჟამინელი პრემიერ-მინისტრი და ამბობს რომ დღეიდანო ამ წუთიდან ხსნილიაო სუფრებზეო, მორჩაო ლოკდაუნია. და აი ეგ ხო თქვა რა, აი რაღაც რო გაიგებ, რომ გამოაცხადა რომ მორჩა ლოკდაუნი. მაქედან 9 საათში ზედა სართულის ტერასაზე ვიჯექი. ეს სახლი იყო ეგეთ ცენტრში, სოფლის ცენტრში, ირგვლივ სოფლის სახლები იყო. და ზუსტად 9 საათში, აი ჯერ გვერდზე სახლში დაკლეს გოჭი. იქეთ ხვარი, იქეთ ქათამი. აი უცებ რა საგი ყველაფრიდან ბუღი ამოვიდა, შეწვეს ეს ყველაფერი მე. და ბიჭო და გაგიჟდა ეს ხალხი უცებ, ხო და ამდენი ხანი დალოკდაუნებული უცებ ხსნილია და დაიწყო ყველა. თან გოჭის სიკვდილი, ანუ არის საშინელება, არა ეს წივილი, რაღაც განწირული ხმა, რომელიც დიდი ხანი. და ეს ხო ყველაფერი ხო ჩაჯდა, ეხლა სანდრომ დაიმახსოვრე, ეხლა ჩამოვდივარ და ჩვენი საყვარელი მზარეულმა გადაწყვიტა ამ ფარში წვავს და რაღაც კატლეტებს აკეთებს. და ეს სუნი, აი ეს წინ დილით ნახი ფარში, ეს მკვდარი გოჭი მანამდე დაკლული და გავგიჟდი და აი პირველად რა მომივიდა, გულის რევის ეს შეგზება მქონდა, რაც არასდროს თითქმის არ მქონია საჭმელზე. კი არა, ნარკოტიკს და ალკოჰოლზე არ ამრევია გული ხალხი. აი ამაზე აი თითქოს ვერ შევიკავებდი რა და მივხვდი რომ თუ ორგანიზმი ამას არ იღებს, არ უნდა დავაძალო საკუთარ თავს. ეგ იყო რომ იქვე ვთქვი რომ მე დღეიდან ხორცს აღარ შევჭამ. იმის მერე გავიდა 5 წელი. არც გაგისი, არც მოგდომებია. არასდროს. იმიტომ რომ რაღაც მომენტის მერე გადაიზარდა უკვე ისეთ პრინციპში, რომელსაც ვეღარ ვუღალატებდი რა. ანუ თუ მე იმ ხმაზე თუ ტრიგერდებოდი და მახსენდებოდა რა. და აი ეს პატარა ორგანიზმის ეგრეთ წოდებული, რა ვქვია, რაღაცა გულისრევა, ხო? დაულინკე, რომ ესე იგი სწორად მოხდა რაღაცები და ბარემ ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე. მაგრამ გადავიდეთ მაგრამზე? აი, სანამ დაიწყებოდა ჩაწერა, მითხრა ცოტა მომენატრა. ხო, ეხა. არა, იცი, კი არ მომენატრა. არა, მოკლედ ვარჯიში რომ დავიწყე და ბოლო 6 თვეა ვარჯიში. და აღმოჩნდა რომ ვერაზროს და დავიწყე ეგრეთ წოდებული ტრეკინგი ამ ჩემი პროტეინის. ცოტათ მისვენაც მომიძლიერდა და დავაკვირდი რომ ჩემმა ფრჩხილებმა ოდნავ დაკარგა ეს სიელუარე რაც მანამდე მქონდა რა, აი დავიწყე. კანის გამოშრობაზეც ოკეი, მაგრამ ყველაფერს ვაბრალებდი რომ აი იქნებ გადაწყობა, ორგანიზმი რაღაცა. ხო და რო დავიწყე ტრეკინგი ამ ჩემი პროტეინების, აღმოჩნდა რომ
მესამედსაც კი ვერ ვიღებ იმ ჩემი საჭირო დოზის, რაც უნდა მე მივიღო. და მე დავიწყე ხელოვნურად პროტეინის მიღება, ანუ შეიკებით და ასე შემდეგ. ეგეც ისე ვეგან პროტეინს ცდილობ თუ ჩოვნებ? ნახე, მე არ ვარ ვეგანი. ანუ ზის პროდუქტს ვიყი. ყველს და კვერცხს ვიღებ, ანუ რაც ცოცხალია და კვდება საჭმელად მარტო მაგას არ ვიღებ რა, ანუ ხორცს. ხო და ეხლა ისი თქმა მინდა. დაახლოებით 2 თვეში ჩემმა კანმა ისევ დაიწყო ბზინვარება. 3 თვეში გამომისწორდა ფრჩხილის სტრუქტურა. ხო. და მივხვდი რომ ესე იგი ცილის ისეთ ნაკლებობაში ვიყავი, რომ ორგანიზმმა ეგრევე დამეტყო რა. და ეხლა რატო ვამბობ, რომ ის არის თუ ვინმე მეტყვის რომ შენ უნდა დაიწყო ხორცის ჭამა დავიწყებ რა. არა, რატო უნდა დაიწყო და არ უთხრა ეგეთი რაღაც. არა, ეგეთ რაღაცას არ ვეტყვი და ზუსტად რას თქვა რა. ღორიო, იქ საქონენიო, ხბო თუ რაღაც ქათამი არ გიხსენებია რა და ხადავს პრინციპი. ხო და ფრინვენი არ გიხსენებია იდეაში ქათამი ფინემ კაიღო თან ფინე ის როგორ რაღაცა ყურე ქათამი კიდე სხვა ფინე მამედ ვერც გაიგებს ქათამი იყო თუ არა ზოგი იქათამი ეხა დღეს ისეა გაგაზდილი რომ ეს ვერც წარმოიდგინე ეს ნამდვილი ქათამი შენ ხარ არა შენ ქათამი შეიძლება არც განძრეულა ეს არსება რაღაც გაჩნდა ეს ეხა საშინელებებს უშვებიან მართლა ნუ ეგ არის მთელი სიგიჟე მაგის ხო და აი კონვერული სიმწარე რომ აი ქათამს ფეხი ტყდება თავის სიმძიმეს ვერ უძლებს რომ ჩვენ პროტეინი მივიღოთ აი მამაწარებს ეგრე არა რატო თუ აქვს ეს მოსაზრება და ეს ახეთი პრინციპებიდან მოდის ახლა მე ვთვლი რომ ვისაც არ უყვარს ხორცი იმან უფრო უნდა დააძალოს ვინც პრინციპულად არ მიიღებს ერთ მნიშვნელოვან საინტერესო ფაქტორს ვიტყვი მე რომელსაც მიყვარდა ანალიზების კეთება და ექიმების სიარული ცხადია რომ ამ გამოჯამთელებისაზე კიდე 10 მაგათ უფრო მეტი ყურადღება ის დათმობა დაუწყე საკუთარ ჯანმრთელობას და დავიწყე სიარული დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ჯერ კიდე სიგარეტის მწეველობის ბოლო ეტაპზე ვიყავი რა ჩავიტარე ენდოკრინოლოგიური კვლევები და ესე იგი არანაირი ნაკლებობა არ მქონდა არც ერთი ვიტამინის და მინერალის. ესეა ხო, ესე თავიდან დიდად არ ჩანს ხო. ხვდები რაღაც აი რომ რაღაც პანიკა რომ B გაკლია და რკინა არ გაგდა D ვიტამინი და ანუ ყველაფერი წესრიგში. ეს გამოწვეული არ ვიცი რითი არის, აი არ ვიცი. შეიძლება იმდენად დიდი ტოქსიკურობისგან გათავისუფლდა ორგანიზმი რომ ადვილად დაიწყო მე რაღაც მინერალებში შეცება. იმიტომ რომ კვებისგან რო გითხარ ხო ნახში წლებს უფრო მეტად ვიღებდი რა ანუ ხო მაგრამ შენ სავარაუდოდ ნახე რკინაზე კი ამბობენ რომ წითელი ხორცი ღვიძლი და ასე შემდეგ უნდა მიიღო რომ რკინა არ დაგეცეს მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არის ჰემოგლობინთან კავშირში მე როგორც არა ექიმი ხა მარტივად თუ შეიძლება რომ ახსნა ეგრე ხსნი ანუ რკინა დეფიციტური ანემია მე მაინც მგონია რომ აქ ვიზათ ხალხს ვინც ძალიან ცოტა სჭამს დეფიციტურად ჭამს და შენ სავარაუდოდ ხა შეიძლება ხორცს არ ჭამდი მაგრამ საჭმელს არ იკლებ რა მართალი ხარ ხო და მაქედან არის გამომდინარე ცილის ნაკლებობა მე მგონია ესე მარტივად ანალიზებში არ ჩანს რაღაცნაირად არ ვიცი როგორ არის ხა სიმართლე რომ გითხრა მაგრამ მე მგონია არ ჩანს ამიტომ რეალურად რაც არ უნდა იყოს შენ თუ კუნთური მასა ისე არ გეზრდება თუ არ გძნობ თავს ამ კუნთურ მასას რაღაცნა მაშინ ცილა გაკლია რა ეხლა რომ გადავიდეთ მოდი გადავიდეთ მაყურებლისთვისაც რომ ეგეთი დრამატურგია რო ქონდეს რომ აი მე ჩემპირად გამოცდილებას ვიტყვი რომელიც საინტერესო იქნება ყველა დღეს მოხმარებაში მყოფი ადამიანისთვისაც რა ან ყოფილისთვის ესე იგი რა ხდება როცა ადამიანი აქტიური მოხმარების ფაზაშია რა მისი კვების დინამიკა როგორია რა ანუ ესე შორიდან ალბათ ყველა მისი რა საშინელი ხო ნახე ერთი არის რომ და რაღაც ნიშნები აქვს რა არარეგულარული კვება ანუ შეიძლება ჭამო ერთხელ მარტო ერთხელ და ძალიან ბევრი ან შეიძლება საერთოდ დღე გამოუტოვო და მეორე დილით ჭამ გააჩნია რას ვიღებ თუ რაღაცა რა ამფეტამინის ჯგუფის სწრაფი მოქმედების რაღაც ნარკოტიკს ვიღებ რომელიც მხოდავს მაშინ საერთოდ მადამ იქრება და შეიძლება დღეები ისე გავიდეს რომ არ უჭამო რა ანუ მაგასაც მნიშვნელობა ხო მეორე რა არის რომ ისედაც მოხმარებისგან ეს დოპამინის გამომუშავის ეს მთელი სისტემა ისეთი მოშლილია კაროჩე რომ სულ გჭირდება რაღაცით შეივსო რა და მე მგონი წეგან ახსენი შენ შაქარი და შაქარზე დამოკიდებულება
გუშინ იყო სხვადასხვა ჩემი ისე რა ქვია მეგობრები ვიყავი ჩეკრებილები და ყველა მახსენებდა ეგეთ რაღაცას რომ გახსოვს რომ სახში და მოდიოდი საჭმელი და მოქონდა მათ შორის ჩემი ძალიან საყვარელი ყოფილი ცოლი რომ მოდიოდიო და შოკოლადები მოქონდაო და შედედებული რძეო რა ეგრეთ წოდებული ზგუშონდა ხო და გამახსენდა რაღაცა მავიწყდა მაგრამ გზადაგზა მახსენდება რომ მეღვიძებოდა ხოლმე ხამის 4 საათზე ეშედებული თან რაღაცა ერთი ბრენდი მქონდა ამოშენებული ეს ჩალაგებული მაცივარში დგებოდი ესე დანის წვერს ჩავარტყავდი ხოლმე და იქ ეს ხამე მაცივარს ეს გამოუწუწნიდი და ვიზინებდი რა ხო და რავი მეგონა რომ მე ვარ ეგეთი არანორმალური რა მაგრამ ეხა ამ გამოცდილებით ვიცი რომ აი ეგ ეგრეთ წოდებული craving-ი რაც არის რომ ან შიმშილი იმენაი ამ რაღაც სეროტონინის და დოპამინის მჭირდებოდა მე და ყველაზე ადვილი ნახევრად ლეგალური თუ ლეგალური დრაგი არის შაქარი რომელსაც ყველაზე ადვილად ვივსებდი ხოლმე რაღაც დროებით რა შესაბამისად აი ეს მუდმივად სულ ნახშირწყლოვანი რაღაცა ყვება და მუდმივად შაქარი ის არის რომ დამოკიდებულ ადამიანს აი აქ რა იმენ ნოლის ქვემოთ აქვს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერებების გამომშავება და იმის რა ქვია და ამიტომ ჭირდება შაქარი და კიდე რა არის რომ გემოები რა რა ვიცი ეხაც ვიღაცები რომ მეგონა მე რომ ეხლა აი ამბურგერს ისეთი გემრიელია და ძალიან გასულზე ძალიან გემრიელ საჭმელებს ვიღაცები ერთმანეთს ურჩევენ ერთი წელის მერე აბსოლუტურად სხვა გემოები იქ უფრო ცუდი გემოა ხარ თუ ვაფშე არა აქვს გემო თუ პირიქით კაი გემოა იქ გძნობ ძალიან ისეთ გემოებს კი ვერ გძნობ იქ გძნობ აი როგორც თქვა ინტენსივობებს იქ გძნობ მარილს ხო ნუ ძალიან ზედმეტი რა წიწაკა სიცხარეს გძნობ და ძალიან თუ ოფლი მოგდი შეგიძლია თქვა რომ ძალიან გემრიელი ხარ ანუ ეგ იყო ძალიან გემრიელი ხარ ხებია აი ეს რა ქვია აი ძალიან ტყუილზე ეს ეხა უფრო ასწორებს ამას რომ ანუ დავაბალანსე გემოები მოუწვია ეხა და ჭამ ძალიან ბევრს რომ აი ეს მუკლევადიანი ისე გიჟე ხო ეხა ჩემი ის არის რომ ანუ სხვადასხვა გემოებია და აი კიდე რა არის იცი სიფხიზეს რა მოახ აი არც და აღარ გეჩქარება რა ის ჩქარი ჭამა რომ ეხლა მოიხმარო ის კიდე ერთ მნიშვნელოვანს რა ვიცი ჩემი გამოცდილება იყო პერიოდი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვერ არ მინდოდა სანამ არ შევჭამდი არ მინდოდა არაფრის არის ტაბლეტის დალევა რამის მოხმარება ეგეთი რწმენა ჩამომიყალიბდა რომ უზმოზე ვერ გძნობ ანუ ეს მე პირიქით ვიცოდი უზმოზე უფრო ანუ ძალიან ინდივიდუალურია ჩემ შემთხვევაში ეგ შესაბამისად მე ჯერ უნდა მეჭამა ოღონდ ეს საჭმელი უნდა ჩასულიყო და 1-40 წუთი გასულიყო რაღაც დამჯდარიყო და მერე მიმეღო მეორე ვარიანტი იყო რომ თუ ახალ მიღებულზე შევჭამდი ვხიზლდებოდი და არ მომწონდა არც ეგ მუდმივად ვიყავი აი ამის დალაგებაში ეს ისეთი რთულია ია თენისად ხო სისტემები ამაზე ასაწევი საქმეს ასწრებდი ყველაფერს ვასწრებდი მაგრამ ეგ ჩემი ის იყო რა ქვია ეგეც ჩემი წყევლა იყო რომ თან რაღაცებს ვასწრებდი მაგრამ აი იმდენად არაჯანსაღ სისტემაში გაბამს ალკოჰოლი, ნარკოტიკი მოხმარება, რა დამოკიდებულება. ისეთი ტყვეხტები ამ შენი ობსესიების, რომ ეხლა უნდა ვჭამო ცოტა ცხიმიანი, იმიტომ რომ მე ეს ნარკოტიკი ამას უხდება, იმაზე ეს აი ამ რაღაც კომბინაციებში რა, რომ საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გამომისწორდა, მაგრამ აი ეხა ბოლო რაც ნამჩა არის კუჭნაწლავის სისტემა, რასაც მივედი და ეხა მანდ ვარ მისული რა. და რა გამოსაჯამრთელებელია კუჭნაწლავის? ნახე რა არის. ეჭვი მაქვს რომ ჩემს ეჭვი რა, ანუ ეგეთი იმამდე მივიდიო, ჯერ კვლევის პროცესში ვარ რა. რომ და ძალიან კარგი ექიმთან ვარ მისული და ძალიან კარგ ხელში ვარ და ბევრი კვლევა ჩავიტარე, რაღაც ფერმენტის ნაკლებობას განვისდი. მაგალითად, რადგან ხორცს არ ვჭამდი და ძალიან დიდი რაოდენობით რძის პროდუქტს ვიღებ, დამეწყო რაღაც ტიპის შებერილობა, რაც ადრე არ მქონდა მაგალითად. შეიძლება ლაქტოზა უტანლობა. რაღაცა მაქვს, რაღაცა უტანლობა, შეიძლება
ლაქტოზა შეიძლება, ეხლა მაგას ვიკვლევ რა. მაგის გამო და ხო, ვეღარ იმაშვები. მათ შორის ისა რა ქვია, უხორცობაც აქრობს რაღაც ტიპის ბაქტერიას, რომელიც ხორცის პროდუქტების გადამუშავებაზე არის პასუხისმგებელი. ანუ მიკრობიომი ფაქტია რომ ირღვევა და რაღაც დარღვეული მაქვს, რომელსაც ჭირდება ხა რაღაც ბალანსი. და ეხა მანდ ვარ მისული რა. იმიტომ რომ სეროტონინის გამუშავება რო კუჩი ხდებოდა ნაწლავებში, რავი, ეხა გავიგე ერთი წლის წინ რა და იმდენად კავშირშია ეს თავი და ნაწლავი. მეორე ტვინის ამიტომ ის არის. პლუს ერთი რაღაც უნდა თქვა. უფრო დიდი ცვლილებები დაიწყო მას შემდეგ, რაც სიგარეტ შევეში. ხო აბა. ანუ სიგარეტიც ისეთია, აი ცოტა სტანდარტული ისა, აი წონის ამბავზეც რო გადავალთ, სიგარეტს რაც შეეშვი, ნიკოტინს რაც შეეშვი, მადა გინდა არ გინდა მოგემატა უფრო მეც ჭამ, პლუსთან ვარჯიში როდის დაიწყე? 6 თვის წინ ოქტომბერში. სიგარეტი უკვე გადადებული. გადახო და პლუს ვარჯიშმაც ცოტა მეცი ხარჯები, ენერგიას ხარჯავ და ნუ ხა ჭამის ამბავიც არის რა. მე იცი რა მაინტერესებს სანამ გაგაწყვეტინეთ და იმახსოვს მე გააგრძელე, მაგრამ სანამ მაგამდე მივალთ შენ მოხმარების პროცესში უფრო გამხდარი იყავი თუ არანაირად ანუ კიდე ზოგჯერ დღე თუ და არ რომ შეჭამდა აღარ ხარ მომხმარებელი უფრო მოიმატე სიგარეტს თავი დავანებო ჯერ ის გაგვაგებინე ეხა ნახე რომ კაი კითხვა მე გამხდარი ესე არ ყოფილვარ მაგრამ რაღაც მომენტები იყო რომ აი სახეზე ძალიან ხდები რაღაც გამოლეული სახე ქონდა რა აი ჩავარდნილი ისინი რა წონით სასწორზე ცხადია რომ უფრო ნაკლები ვიყავ ეხა ბევრად მეტი ვარ რა ხო და არა საჭმელის რაოდენობა რო გახსოვს უფრო მეც ჭამდი იმ დროს თუ ეხა სავარაუდოდ ეხა უფრო მეც რაც არ უნდა ზგუშონკა ბოდიში გაელია მაინც ნაკლებს ხო ალბათ ანუ ჭამდი შეიძლება მეჭამა დღეში ერთხელ ან ღამე ბევრი სნექია ეს რაღაც შოკოლადები და მე მთელი დღე არ მეჭამა ან ერთხელ მეჭამა და რაღაც შეიქები და მელია რა ხვდები რაღაც აი ეგრემა ეს არ იყო საჭმელი კალორია ყველა ვარიანტში უფრო ნაკლები გამოგდიოდა იმ დროს ჰაერზე ვერ მოგემატებოდა რა ეხა ნუ საჭმელი იქნება თუ შეიქი თუ რაღაცა უფრო ყველა ვარიანტი ეგრე იყო რა იმიტომ რომ ამის დრო არ გაქვს რომ შენ ეხა დაждდე და რაღაც ისეთი იმდენჯერ ჭამო რომ აი რაღაც 3000 კალორია მიიღო რა და თან მე მოხმარებაში ძალიან ბევრი ენერგიას ხარჯავ რა ანუ რეალურად მენტალურად შეიძლება ისე სულად იყო რომ სულ რაღაც ბევრი ჭამო მაინც ორგანიზმი ისე სტრესშია რომ მას ჭირდება და ამ საწოლს კალორია იწვევს ყველა ვარიანტში ნუ ხა ეს ხო სტანდარტულადაც არის მომხმარებელი ჯერ ხა ისედაც რაღაც ძველი ხა კიდე ეგრე აღარ არის ადრინდელი მომხმარებლები გახსოვს სულ რო გამხდრები იყვნენ აი ჩვენს წინათაობა ეხა კიდე მთლად ეგრე აღარ არის მაგრამ ეს იმის ნიშანია რომ ნაკლებს ჭამ ყველა ეს იგი სანდრო პირველი მეტის ჭამა დაიწყო როცა ჯერ ნარკოტიკს დაანება თავი ხო მან და იყო ერთი რაღაცა იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება უყურებდეს მაგალითად საერთოდ შეიძლება არ ჭამდე იყო რომელიმე რაღაც ჩანაცვლები თერაპიაში განსაკუთრებით ეგ ეხა თქვა რაღაც მეტადონის პროგრამის ადამიანებს ეგენი აფუებს ხო აი შესწიება გეგონება რომ ძალიან გასუქებულია რა წონითაც მეტი არიან მაგრამ აი ჩემი მეგობარი მაგალითად რაღაც არაქისის კარაქს ჭამდა მხოლოდ მეც არაფერს მაგრამ ნუ იყო ძალიან უფრო მსუქი მას ეთყობა მეტადონზე ხოლმე მაგდენი ინფორმაცია არ მაქვს მაგრამ ადამიანები რომ ახსოვს შუპდებიან შეშუპებულები არიან კი ეგეც არის ეხა მაგრა ნივთიერება როგორ მოქმედებს ეგ აღარ ვიცი უკვე მაგდენი ეგ გაფუება და აი შესიებუნე ხა ვიზუალურად ეგ კიდე სხვა არის და აი ქონი და ცხიმი როგორ ეგემატება მე მეც რო ჭამ ეგ კიდე სხვა არის რა სანდრო ალკოჰოლს ბევრს ვამდი ან მომხმარებელიც ნახე ხო რა მაინც ორივეს იღებდი თუ ვამდი ბევრს ვამდი და ეხა მაგალითად ალკოჰოლი არ შეიძლება ხო ამ როცა თავს დაანებო ეცი რა არ ვიცი შეიძლება თუ ვიღაცა შეიძლება შვებოდეს მაგრამ მე არ ვშვები ანუ არ ვისკარ მაგრამ მე ის გათხოვს ეხა მე გეტყვი რა მან რა არის არ მე ჩემს გამოცდილებაში არის ეგეთი ეპიზოდი რომ 5 წლის წინ მაგალითად როცა ალკოჰოლის მიღება შევწყვიტე ცოტა ეს რაღაც გავბლატავდი და 5 თვის სისუფთავის მერე აუდექი და 0%-იანი ლუდი ვიყიდე.
აი 0% უალკოჰოლო ლუდი. დავლი ეხლა ხო? აი ყლუპი მქონდა აქ, ჯერ კუჭანდეს არ იყო ჩასული. ტვინმა რო ეს გემო გაიგო და რეცეპტორმა რო გაიღვიძეს ეგრევე, ისე დავთვერი. რო იმ საღამოს აი მაგიდაზე ვიცეკო, ისე თვრალი ვიყავი. არა ალკოჰოლი არ ყო. 0 ალკოჰოლი. ამიტომ ჩემი ისევე როგორც უმეტესი დამოკიდებული ადამიანების ტვინის ბიოქიმია აბსოლუტურად სხვანაირად მუშაობს. ჩემმა ტვინმა და ამ გემოზე გადაწყვიტა რომ ეხა თრობაშია და ცხეულის თრობაში წაივა. ხო და მე იყო რომ მე ღვინო მოუწრუპე, მე რაღაც ტაბლეტი დავლეი და ანუ ეს რადგან ეხლა ჩემს გამოჯანმრთელების გამოცდილებაში არის, აღარ ურისკავ. მიხვდი? ანუ შეიძლება სადღაც სამყაროში არის ვინმე, ვინც ნარკოტიკს აღარ შვება, მაგრამ რისკი არის უდიდესი. უდიდესი, ხო, იმიტომ რომ ალკოჰოლის და ნარკოტიკის იმაშვება, რა ქვია, ერთი და იგივე ტვინის უბნებს აღვიზებს, რომელიც ზუსტად აი ამ რაღაც სიამოვნებაზე და იმაზე მოქმედებს და რა ვიცი, ძალიან დიდი რისკია რა. როგორც ხდება ხოლმე ნარკოტიკის შეუში, მაგრამ ცოტა ვსწრუპავ, რაღაცა ძიმე ნარკოტიკს აღარ ვიღებ, მაგრამ სუბულს ვიღებ და ვეწევი, საბოლოო ჯამში ერთმანეს აღარ ვიღებ არაფერს, მაგრამ ტკბილზე ვარ გაგიჟებული, ან ეხა შოპინგზე დავდივარ, ან მუდმივად, ხო, ჩანაცვლება, მაგიტომ არის, რომ აი ძალიან დიდი რისკია, რომ ერთ დამოკიდებულებისგან გათავისუფლდები, მაგრამ შესაძლებელია, რომ მეორე. მე ხანდახან ვარჯიში ხდება. ვარჯიში, ხანდახან მე სანდროს ვეუბნები დამოკიდებული ხარ. ჯიმბო წამოდი. სკეპტიცები დამოკიდებული. უბრალოდ გაუმართლა, რომ ჯანსაღრამაცაზე დამოკიდებული. ხო, რა თქმა უნდა, შედარების ამბავში რა, ანუ ზიანი რას მოხერა, ვარჯიშ რა ზიანი მოხერა. მაგრამ არის ეგეთი ვარიანტებიც რა, ანუ ფსიქოლოგიურად რა, თუ არ წახვედი რა გემართება. თუ ისეთი შფოთი შემოგდის, რომ მე ფუნქციური აღარ ხარ. გაღიზიანება გემატება. შეიძლება იჩხუბო ამის გამო, დალეწოს ახში და გამიჟი. გააჩნიათ 2 დღეს და 3-ზე არა და მან როგორ არის? მე რომ მკითხო, ყველა ადამიანი რაღაცაზე დამოკიდებული უეჭვენია რა. აი საერთოდ არაფერზე. მე არაფერზე დამაი ზუსტად ვიცი არაფერზე. არ ზო არა. ჩაღამავებული ინტერვიუ და აღმოჩნდება შეცხა. ხო, არ არსებობს. ვიღაცა რაღაც დოზით ისე ფიზიკურად, ანუ რაღაცა უნდა სუ ეს თუ ესე ხარ, მაშინ რაღაცა კომბოსტოსავი. კომბოსტო ყოფილვარ. რაღაცაზე ხარ. ვარჯიზე ბარემ რადგან აი ჩემი მოზია, ვარჯიზე როგორ რაღაცა იცი? დამოკიდებული ხარ და შენ რაც აღწერ, ეხა ყველაფერი გაღიზიანება, ჩხუბი, მტრევა რაღაცა, გაქ როგორ იცი, თქვა პირველი 2-3 დღე არა, აი რაღაც შემდეგი პერიოდი არის მე-4, მე-5, მე-6 დღე, ოღონდ ინდივიდუალურია, შეიძლება 2-3 დღე და აი რაღაც მომენტს თუ გადაცდი, თქვა 2 კვირა და კიდე всё, მე უკვე დაანგრევა კიდია რა. და აი რაღაც მომენტია ის თითქოს ორგანიზმი ტვინი გთხოვს, რომ წადი ხა ივარჯიშე, ვერ ვარჯიშობ და რატო და რაღაც ებრძვი შენ თავს შხუბობ და შენ თავს ხარ ეჩხუბები და გარემოს აი სადა უბრალოდ თუ გადავახე იგეც, ანუ იმას ვიძახი, რომ ვინც ვარჯიშზე დამოკიდებული ხარ და ეგ სიმპტომი ექნათ თვა არ დაიკიდო, თორემ აი 2-3 დღეც უნდა და მე რაღაც გიჩხუბება და გამოდის რომ და კაი, სანდრო, იცი რა მითხარი? კარგა ვარჯიშსა და იცი რა მითხარი? სიგარეტი რატომ გადა? ნუ გასაგები რომ ცუდია მოწევა, მაგრამ ადამიანმა რომელს ამდენი რაღაცა მოიშორე. კაი კითხვა, ეხლა ვაკეთებ იმას რა ქვია, აი გაბედეში მინდა რომ ერთი ეპიზოდი ნიკოტინის დამოკიდებულებაზე გავაკეთო და იმ ადამიანის ვეძახი, ვინც დამეხმარა ამის დანებებაში. ხო და ესე იგი მანდაც იმუშავა პირადმა გამოცდილებამ რა. მამაჩემ გარდაიცვალა ფილტვის სიმსივნით და ეს იყო რომ მე ძალიან შემეშინდა ასე სიკვდილის. აი მოკლედ რო გითხრა ეგ არის. კი, ნუ კარგი მიზეზია. და ნახე რა იყო რომ სიგარეტი, ესე იგი აი ყველაფერი ხო გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, წლები გავიდა, საერთოდ არანაირი ტრიგერი, პირიქით რაღაცა ამ რაღაც იოგას ვარჯიში დავიწყე ჯერ, ან სხეულის გავარჯიშების გარეშე, აი ეს ჰარმონიული გამოჯამრთელება, რაღაცა ერთიანობის შეგრძნება არ მოდის. ამიტომ აქვე უნდა ვთქვათ, რომ რის მოხმარებას არ უნდა შეწყვიტო, თუ სხეულს არ მიახმარ,
აი ეს ბოლომდე აღდგენა იმენა recovery ასაც ქვია, ძალიან რთულად ხდება. ხო და სიგარეტის შემთხვევაში მეგონა რომ აი ეს რაღაც ამას ვერ დავანებებ თავს. ეს ისეთი იდენტობის ნაწილი იყო ჩემი. თან სადღაც ტვინში ყველაზე least of your problem, აი ყველაზე ნაკლებ დაზმაზიანებელი. ხო და მივხვდი რომ მე რეაბილიტაციაში ვისწავლე რომ არ უნდა ვენდო ჩემს ტვინს. გაიგე? და აი ზუმაუთი მუდმივით გადამოწმება რომ ჩემმა თავმა ამდენი წელი ისე მატყუა რომ ეხლა მივხვდი რომ ეხლა ტესტავ ყველაფერს ვიღაცა მჭირდება. აი ჩაგე იმას კვებაზე ზუსტად ეგრეა რა. აი ბევრს აქვს რაღაც რაოდენობა კილოგრამ, რაღაც რაოდენობის დაკნევა უნდა და აი კონკრეტულ რაღაც რიცხვზე მიდის, ან რაღაც 3 კილოზე, 4 კილოზე ინდივიდუალურად ყველას აქვს ორგანიზმს და აი მე როგორ რაღაცა იცი, თითქოს აი თერმოსტატი რო აიღო რაღაც გრადუსზე დაკნევა და როგორც კი ჩამოცდება, ხოლმე ავიდეს ისე პროცესები დაიწყოს და აი როგორც კი რაღაც კილოგრამს ჩამოცდება ორგანიზმში, ტვინში, ან ქიმიური პროცესები, ბიოლოგიური, ყველაფერი ისე მიდის, რომ ორგანიზმი ამას არ მიჩვევნი და აი ეხა მე აიქ მომშივდა და აიქ რაღაც ვიტა არ დამაგდეს, მინერალი არ დამაგდეს, ხა ძალა რაღაც აი გული მიმდის. ის თავბრუდა ეხვა რაღაც სამუშაოს წერდა და უცებ დაიღალა რაღაც შოკოლადი რო არ ვჭამ ვერ ვაზრობ. ხო რა, ვერ რაღაცას ვერ ვკითხო, აზრი ვერ გამომაქ, ანუ ორგანიზმი ტვინი გეგებზვის რომ რასაც მიჩვევნია, რასაც აწვდიდი, იღებდი ისევ მოგაწვა. ამიტომ აი რაც თქვი რომ აი იცი რა ის ზოგი ხო არა რომ აი სხეულნი კარნახობს გონება ცოტა ხანთან დააცადო. ცოტა ბევრი ადამიანი დაჟე ფიქრზეც ანუ იმდენი 1000 სისუნე შენება იფიქრო რომ აი მე რასაც ფიქრობ ეხა ყველაფერი ეგრე არა რა ძალიან მაგას შებრძოლება უნდა და სწორ დასკვნამდე მისულ ხარ და ეგ ამბავი კვებაში ძალიან ისეა რომ აი გაგიჟებს თუ მაგ და გინდა არ გინდა ყველა ადამიანს უწევს რომ რაღაც მომენტში შეებრძოლოს მაგას რა ისე არ გამოდის რა კვებაზეც გადავიდეთ არა კი გადავიდეთ ეხა კვებაზე და გითხარი ეხა შენ მომადგა ენაზე რომ ვაღი მინდა რომ ვაღია რომ ეხა ამ პოდკასტში აბა გისმენთ ძალიან ისეთი რაღაცა რა ესე იგი სულ ეგრე არ იყო სანდრო კაკულია ამა ეს აღარ ესა ბოლო სიგარეტი გავიდა 1 წელი და ვარ იმაში რა რაღაცა რომ აი ეხა რა უქნა და მოვიდა კუჭნაწლავის დრო რა ჩემ ცხოვრებაში ეს ეტაპი დადგა და ძალიან რაღაცა ის არის აი ზუსტად ახალი დანებებული მაქვს თავი ამ სიგარეტზე და სხვა შორის პირველი 2 თვე ეს რაღაც მადის მომატება არ მიგძვნია დიდად რა და ხდება ეგეთი რაღაც რომ პირველი +2 კილოგრამი შევამჩნიე სასწორზე. რაღაც ოქტომბერში თავი დავანებე და ახალ წლებზე რატო ვიყიდე სასწორი? აი არ ვიცი. ახალ წლებზე მეგონი ყველა იმატებს. არ მქონია. ახალ წლებამდე ვიყიდე სასწორი. აი რო იყიდე, არა. კი, რომ მე თქვი ეხა ამას იმას. ეს +2 კილო რო დავინახე. ავიღე ტელეფონი და პირველ რიგს გავაკეთე ვკითხე ChatGPT-ს. და ესე დაიწყო ჩემი და ChatGPT-ის ურთიერთობა. ხო და მე ხდება ეგეთი რაღაც. გავიდა მაგის მე 5 თვე. იმან მითხარ ახლა მომწერე შენ რამდენი კილო ხარ, რამდენი ვინახარ და ესე ყველაფერი გავუზიარე მოკლედ. მე მოხდა ეგეთი ეპიზოდი, რომ სადღაც ყური მოვკარი გოგოების ლაპარაკს დიეტობაზე, სწრაფ დიეტაზე რა. და მე უკვე 5 თვეა გასული სიგარეტის მერე და აი გძნობ რომ ეხლა რაღაც სახეზე ცოტა შევშუქდი. უკვე მადა მოგემატა? ძალიან ბევრს ჭამ, ვიძახე მარტო ტკბილ რაღაცა. ანუ 2 თვე გავიდა, 2 თვე არ ქონია მადა, 2 თვეში დაიწყო. აუ და მე შემეშინდა რომ რაღაცა მოხმარებაში ვბრუნდები ეხლა ჭამის მოხმარებაში. რომ აი რაღაცა კრეპები და ნუტელა და აი ცხელშოთის პურზე გადასული ნუტელა და პიცას ვიძახებ ნუტელის პიცას აი რა ვიცი ეგეთი რამე შეიძლება აი ნორმალურმა ადამიანმა ცხელი პიცა უგემრიელეს კომენტარში წერო დამიბრაწეთ და ეს დაბრაწული ცომით მოდის ანუ საგიჟეთში ვარ ხალხო და ხვდები რომ რაღაცა ის ჩამერთო ალარმი რომ რაღაცა არაჯანსაღი ხდება ჩემს ცხოვრებაში და
უცბად გადავწყვიტე რომ ეხა უნდა გავჩერდე მოუკარი ყური ამ რაღაც ძალიან მძიმე დიეტას რომელსაც სუხიშვილების დიეტას ეძახიან და უცბად გადავწყვიტე რომ ვაფშე აღარ ვჭამ და არ შეეკითხე იმას შენ ძმა კაცო სუ არ ჩაუგდე აი გოგოები ლაპარაკობდნენ თუ ყველაფერზე კითხები ეგეც უნდა გეკითხე გოგოები ლაპარაკობენ 21 საუკუნის აი ამ წელს სუხიშვილების დიეტაზე რო აი ეხა მოისმენენ ამას და საყვარლები არიან ყველამ შეწყვიტა ეს დიეტა მაგრამ ეხა ჩემს შემთხვევაში რა მოხდა ესე იგი რაღაც 3-4 დღეში მივხვდი რომ აი რავი ეხა როგორ თქვა აი ოზემპიკის ფეისი რაც არის ხო ის ცოტა ეგ დამემართა რა აი ყველაფერი დაუკარე მათ შორის კუნთოვანი მას 3 დღეში ანუ ისე ვამბობს ძალიან სწრაფად წარმოსახვა იყო მაგრამ რამდენი ხანი აკეთებდი აი უცებ და მე-6 დღეს მქონდა რაღაცა რა მე 6 დღეში კიდე იკლებდი 6 კილოს ო 4 ისე მაგრამ სახეზე დაუბერდი ბებერი ვიყავ და მივხვდი რომ აი დამიწვრილდა ხელი აი უცებ გამიქრა რა პატარა ხელი გამიჩნდა და ეხლა ვიცი უკვე აი მე ვკითხე ჩაჯიმის მეთქი რა ხდება კი დავიკელი მაგრამ ეს ვიზუალური ცვლილება და იმან მითხრა რომ კუნცაც იკლებოს ანდრო და შეწყვიტეო და ძალიან შემეშინდა რა ძალიან უცბად მოხდა 5 დღეში მართლა დაუკარგი არ ვიცი ეხლა მაგრამ ვიზუალურად კუნთოვანი მასაც გაილიათ ის რა წაიღო რა ეგ სხვა შორის აი რადგან შენ აი ჩამრცელობას და სიჯანსაღეს და მაგით რაღაცებს ყურადღების მიქცევა დაიწყე ერთი ეგ რას თქვი რომ ძალიან მით უმეტეს კაცსაც და ხალხს ორივეს ერთი რომ რაღაც ძალიან დაიკლო და კუნთური მასაც ბევრი თუ დაკარგი აი ალკოჰოლზე პრეპარატზე თუ ნიკოტინზეც შეიძლება გრძელვადაში ბევრად უფრო დამაზიანებელი იყოს ჯანმრთელობისთვის ეგ ერთი და მეორე ვარიანტი რომ პირიქით რა ანუ ჭარბი და ხა ჭამა დავიწყე ბევრი ჭამე და აი შენ რომ ესე ვერ იტყვი ძალიან ისეთი რაღაცა მაგრამ აი პლუს 30 კილო და პრეპარატის მომხმარებელი პლუს 30 უფრო არაჯანსაღია თუ მომხმარებელი მაგას ვეა ანუ ზედმეტი ჭარბი წონაც ჯანმრთელობა სიჯანსაღეს რაღაც დიდხანს ხოვრება რაღაც ეგეც რაღაცებს ყურადღება თუ მიაქცია აი დაბრედო აი ძალიან საშიში და სარისკოა აი ის რაც დაავადებები შეიძლება იმ ნიკოტინმა თუ პრეპარატმა გამოიწვიოს ჭარბმა წონამ შეიძლება უფრო დიდი პროცენტით ის ხნასა და ამიტომ მაგაზე ყურადღების მიქცევა და სწორა აი რაღაცა სასწორი ყიდვა მომიდა რაღაცამ შიგნიდან რომელიც განათებუნია გითხრა რომ იყიდე რაღაცა კარგი მოკლედ ახლა შენ სუხიშვილების დიეტაც მოიშორე ბოლოს და ბოლოს არ ამგონია ეხლა რა მოხდა რა კიდე ეხლა რითი გაგრძელდა რომ ის რა ქვია ეხლა წავიდე დავიწყე ვარჯიში ანუ გადავახტი რაღაც პერიოდს და ვარჯიშობ 6 თვეა ხო და ტელეფონში გადმოვწერე მანამდე ChatGPT-ს ვუღებდი სურათს რაღაც მილს და ის მეუბნებოდა და ნუ რავი მე იმან ნიკა გაჩარმა მითხარო რაღაც აპლიკაცია არისო და გადმოვწერე ეგ ძალიან საყვარლობა და მე მაგითვლიო რა და ვიყიდე ეგ რაღაცა და აწი უკვე ყველაფერს ვუღებდი ეგე ChatGPT-დან გამომდინარე იმან მითხარო ჩემი წონიდან გამომდინარე კალორიულ დეფიციტში რო ყოფილიყავი რამდენი კალორია უნდა მიმეღო თუ არ მინდოდა დეფიციტი და ვარჯიში ამდენი და ამ რეინჯებში დავდივარ რა და ეგეთი რაღაც ხდება მე რომელიც გვიждდები ტკბილეულზე ნუ უნდა თქვა ძალიან საყვარელია ეს რა ქვია უსაყვარლო ეხა დამჭირდა თუ აი არ ვიცი ალბათ იმის რომ გამემყარებინა ჩემი გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა რომ ამდენ ამაზე მაქვს უარი ნათქვამი აი ეს კვებასთან დაკავშირებულზე დავიწყე და ტკბილზე განსაკუთრებით ასკეზას კეთება ანუ ტკბილზე დავწერე ასკეზა ხო დავიცავი გადასარევად ეს რაღაც 29 და 31-იანი ასკეზა რომ თავრდებოდა ამ ფურსას დავწვავდი იმ დღეს აი რაც ტკბილი იყო და მანამდე მენატრებოდა ყველაფერს ვჭამდი მეორე დღე თენდებოდა დანაშაული შეგრძნება ცუდად ვარ უბედური ვარ აი რა ძალიან depressed ისევ დავწერდი მომდევნო 21 დღე არ ვჭამდი 22 დღეს ეგრევე პიცა ნუტელიანი ხო და ეს არის ესეთ აკრძალვას რო უწესებ შენ თავს მით უმეტეს ჭამაზე ეს ჭამა ხო ეგ არ არის არა რომ ნარკოტიკი რო იტყვი რო აღარ იზამ და არ უნდა ქნა აქ არ არის და ეს არის cheat days ამბავი არის ეგრე დიეტაზე ვარ და ადვილია იმიტომ ვამბობ რომ მინდა რომ ეს მაგალითი რომ ეხა ავგრძალავ
მაგრამ აი ისე გამაწამა რა, ისი ამრია, რომ აი 21 დღე არა, მაგრამ 22 დღეს ოკეია და მე კიდე 23 დღიდან იგივეს დავიწყებ, რომ ემოციურად ძალიან დამარტყა. და გამახსენა, დამაბრუნა იმ მდგომარეობაში, სადაც ბევრი წლის წინ ვიყავი ხოლმე, აი ამ რაღაცა დეპრესიულ ეგეთ იმებში, რა ქვია რა, საქანელებში რა, ძალიან ცუდად, დანაშაულის შეგრძნება, თითქოს მალავდი, აი ეს პიცა რო ჭამე და გამოვიწე. მეგონა რომ უნდა დამემალა მთელი სამყაროსთვის, ხო? პიცას, კეტკბილს. ხო, და ისა, მე მაგ ყველაფერს და შევეში. და აი რომ დავიწყე ვარჯიში და აღმოვაჩინე პირველად და ისევ ამ აპლიკაციამ მიმახვედრა ეგ, რომ მე ვარ მუდმივ ცილების დეფიციტში და ვერ ვივსებ ჩემს დღიურ ნორმას, ნახშირწყლებს რამდენიც გინდა, ძალიან კატარი overში ვიყავი სულ, ზედმეტში, fat-ში, ცხიმით მეტი მოხმარება მქონდა, პროტეინში ვერა. დავიწყე მე პროტეინის ხელოვნურად მიღება, ამ შეიკებს გულისხმობ, მაგრამ მაინც რამდენი უნდა დავლიო, რომ 180 გრამი პროტეინი მივიღო. გარდა მაგისა, პროტეინს და ხოცილას რო ჭამ, აღარც ტკბილი აღარ ეგეთი კრეივინგები კი აღარ გაქვს, აღარც ტკბილი გინდა, აღარც ქშია ისე. მე მგონი შენთან იყო თუ არ იყო შენთან. ვიღაც სადღაც მოვისმინე, ვიღაც ამბობდა. რა თქვი და? რომ პროტეინის დალევისგან craving-ის ნაკლებობა მაინც ისეთი ვერ არის, როგორც რო ჭამო. არა, ეგ ხო, ეგ ეგრეა, არ ვიცით ჩვენ ვიყავით თუ არა, მაგრამ არა, ეგ ისედაც ჩვეულებრივი, ანუ ცილა სად გინდ ქათმის ხორცი თუ საქონელი თუ რაც იქნება, ანუ საჭმელს რო ღეჭავ, ჭამ, ყლაპავ, ანუ მასას რო იღებ, ბევრად უფრო სისავსის შეგრძნებაც, დანაყრების შეგრძნებაც ბევრად უფრო მეტი გაქვს, ვიდრე შეიქს რო გახსნა თხევადი სახით რო იღებ. უფრო სწრაფად შეიწოვება, არც ეგ აი არც დანაყრება გაქვს, არც სისავსე და ბოჭკოსაც ვიღებდი, როცა ვიცი. კი. ეხა იცი როგორ არის, მე რაც აი მოვისმინე და გავიგე, მოკლედ როგორ რაღაცა იცი, აი ხო, ეხა ხარ როგორ მომეჩი, იცი, აი ის რო თქვი რა, პიცა ვჭამე და რაღაც ცუდად ვიგრძნით, ანუ როგორც ადრე ვთქვა რაღაც ნივთიერებას მიიღებ და ცუდად გრძნობდი თავს მე საჭმელზეც ეხა რადგან მაგ ყველაფერი გამოიარე, საჭმელზეც არ ვიცი გაგიგია თუ არა, როგორც რასაც ჭამ, მაგას ეგრე გრძნობ თავს და რასაც ჭამ ის ხარ ასე ვთქვათ რა ესე რა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა მით უმეტეს მაგ პროცესების მერე რომ ერთი რომ რაოდენობა ისე ჭამო რომ დოზა ვთქვათ ზევით არ წავიდეს ძალიან ბევრი ზედმეტი ჭარბი წონა არ დაგიგროვდეს მეორე აი წენიანი პიცა შაქრების შონკები და ეგეთ რაღაცეები რაც შეიძლება ნაკნები რაც შეიძლება ვთქვათ ჯანსაღი nutritionally dense აი ხინი ბოსტნეულნი ხორცზეც ნახოთ პროცესი როგორ იქნება იმიტომ რომ აი ცინის ვერშევსების პრობლემა და აი მაღაზი წვანება და მაღაზი საკმაოდ რცუნია და გინდა ანუ მაგ შეგრძნების დონე აი ლობიო ჭამე, ოსპი ჭამე, მუხუდო ჭამე, რძის პროდუქტები ბევრი ჭამე, კვერცხი ჭამე, ყვენი, ხაჭო, საერთოდ სხვანაირად გრძნობ თავს და სხვა შეგრძნებები გაქვს, ვიდრე ხორცი რო შეგეძლოს რა. მაგრამ ისეთია რა, აი საკმაოდ დიდი ბრძოლები მის გადაწყვეტილებას და მოვიფიქროთ ახლა როგორ მივაღებინოთ. კი, მაგას ვიძახდა. ჯერ არა აუცილებლად, ჩემი აზრით რა ტენდენციას ჩანს, როგორი გზაც გამოიარა დროის ამბავია ხორცს დაიწყებს თუ. კარგი, იმას ანუ ვარჯიშის შედეგი იმედენად მნიშვნელოვანია ჩემთვის და აი ეს ჩემი სხეულის ეგრეთ წოდებული fit რო ვიყო, რომ ისა რა ქვია, ანუ ფიზიკურად აი ძალიან აი როგორ ხალხსაც აი ხშირად მიჭირს რაღაც გავაგებინ რაღაც მით უმეტეს 180 გრამი ცოტა დიდი თუ ხარ კუნთური მასა მეტი ამდენჭე აი ფიზიკურად აი ეს კაი ფხნინი ვეგან ჩაყარე 2 კოვზი 3 სკუპი ვეგანს არ ყავს ჩვეულებრივს ყრა რაც არ უნდა იყოს ზოგი ისინი ვეგანებიც არიან და აი არ მინდა არაფერი ძის რაღაც ძალიან რთულია რა გინდ ლობიოს პიტოფუ იქნება კვერცხით რაღაც ანუ ფიზიკურად ძალიან რთულია მაგდენის მაგ პროდუქტების ჭამა რო ცილა შეგევსოს და პროგრესი კარგად გქონდეს რა. მაშინ ზად უნდა იყო რომ პასუხისმგებლობა აიღო იმ შედეგებზე რომელზეც მიდიხარ რა. ხო და აი ეს იოგურტები პროტეინის იოგურტებს ჭამ, პუდინგებს.
უშაქროს ხო. ეხლა აი ნახეთ. ისინი რაც არის ბერძნული იოგურტი უცხიმო და მაინც მე უბრალოდ იჩრას ვიძახი, აი ნუ ხო ისედაც ანუ რთული გზა არის და კიდევ უფრო რთულდება გზა, როცა ხორცი და ცილა. აი ეს კარგი დანაკლები შეგრძნება, მაგრამ ხშირად მშვიდები. იმიტომ ნახშირწყალს ჭამდა, ნახშირწყალი გაშებს ეგრევე. ხო. და ანუ ცილას ზოგ დღეებში შეიძლება საკმარისი იღებდეს, მაგრამ ანუ ხორცისგან მიღებული ცილა და ცოტა სხვა არის. და კიდე ერთ გულისკიულზე რაც მოგწერე ეგ არის, რომ ბარემ გავიაროთ რა. რომ ესე იგი მითი რომ ვარჯიშს დავიწყებ და წონაც დაალაგდება, დაიმსხრა ძალიან მალევე, იმიტომ რომ პირიქით, რაც ვარჯიშს დავიწყებ, უფრო მოვიმატე. და მეც ჭამდა მაგიტო? ხო, აი არ ვიცი რა არა, არიცი არა, მე სჭამ. ერთი პირვანი, აი ნიკოტინზე რო სიგარეტი გადავაგდო და ეგრევე მადა ვერ ვიგზენიო. მადა დიდად ბევრსა, ანუ ის როგორ სიგარეტს რო შვებოდი, შეიძლება ვერც გაიაზრო, ვერც რაღაც, ეხლა შეიძლება არ რაღაც მარინიანი ჭხირი ან ჩიპსი, რაღაც კანფეტი ან შოკოლადი რაღაც, აი ეს მომენტი რა, შვებოდი, ეხლა იღებდი რაღაცას ჭამდი, რო გვერდი და რო გამოსუნიყავდი, შეგიხადე შენი თავისთვის დღეში რაღაც 10 ღერს თუ ეწეოდი 10 ლუკმა რაღაცას იდებდი ახლა გინდა არ გინდა რა რაოდენობა გაიზარდა მერე ნუ რაღაც პერიოდის მერე ეგეც ინდივიდუალური მაგრამ ყველა ადამიანს მადაც ემატება და უეჭვენი ჭამ და ვარჯიშზეც ანუ ეგეც აი ყველა ვარიანტში რომ აი ვარჯიში დავიწყე და კვებას ყურე იგივეს ჭამ და რატომღაც არ ჭამ იგივეს შეიძლება ვერც იაზრებდე ვერც უკვირდებოდე მაგრამ ესე თუ არ წონი არ იწერ არ უყურებ გვერდიდან ყველა ვარიანტში უფრო ენერგიას რო ხარჯავს ორგანიზმი აღდგენა გინკუნთები რო ვარჯიშობს ითხოვს ორგანიზმი უფრო მეც გონება ტვინი ყველაფერი ისე მუშაობს რომ დაუფიქრებლად გაუაზრებლად უფრო მეც ჭამ ხო და თუ აი ვარჯიშო დაიწყებ და იქნება კონტური მასა მოემატა და მაგის ხარჯზე დამძიმდა კი ეგეც შეიძლება კონტური მასა მოგემატოს მაგრამ ანუ 6 თვეა დავიწყო და 9 კილო მოვიმატეო ეგ გამორიცხუნია 9 კილო კონტური მასა 6 თვეში არა ანუ ფეთი არის ვიზუალურადაც გინდა არ გინდა შეატყობ რა ანუ ვარჯიშის ამბავშიც არის რაღაც ექსტრემალური პრეპარატები სულ რო ეგ პრეპარატები მიიღო მაინც ვერ მოიმატებს 9 კილო ვერ ვარჯიშობ ძალიან კარდიოს ვერ ვაკეთებ მუხზე პრობლემები მაგ და შესაძლებელია ალბათ ეგეც შეიძლება რომ ხშირი კარდიოს ვერ კეთების გამო არა კარდიო ეხლა შენ სწორი თქვი რომ ვარჯიში რაც უნდა ივარჯიშო რაც არ უნდა ივარჯიშო და პნიუს კარდიო საათობით აკეთო მაინც რასაც გინდა როცა გინდა რამდენსაც გინდა რო ჭამ მოგემატება უეჭვენი წონა 99-ი 9% რა და აი ხა უკვე მოდის რომ აი რამ საკვების რაოდენობას გინდა არ გინდა ყურადღება უნდა მიაქციო. დარბაზში ვარჯიშობ. ხო. ეხა საკვების რაოდენობას რო ამ. ხო. თუ მე მინდა სიგარეტის დანებებამდე -10 კილო დაუბრუნდე იმ წონას, თქვა და 10 კილოთი ნაკლები ვიყო. ხო. რა უნდა გავაკეთო? ანუ მიწევს თუ არა ვიყო ეგრეთ წოდებულ კალორიულ დეფიციტში. ხო, მაგ აი ხო? თუ კალორიულ დეფიციტი არ გაქვს, წონაში ვერ იქნებ რა. თუ შენ აი უკვე აპლიკაციაო და ვიცვნიო ცილა-ცხიმი ნახშირწყანიო, დავი ძალიან დიდ ბევრი ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვს. ეხა უბრალოდ თქვა რასაც ჭამ, პროდუქტები უნდა აწონო, შეიყვან აპლიკაციაში და ეგ არის დაგიწერს ცილა-ცხიმი ნახშირწყანი, კალორია რამდენი გამოგდის და აი, თუ პროტეინს ამ დათვლებით ვერ ვიღებ მაინც საკმარისად, მაინც ოკეია? დეფიციტში თუ ხარ და პროტეინს საკმარისად ვერ მიიღებ, ან წონა უეჭვენი ჩამოგაკდება. მაგრამ აი შენ რო ხიშვენებიო და ან წონის კნევასთან ერთად საკმარის ცილას თუ ვერ მიიღებ, ანუ კუნთის მასასაც კარგავ და შეიძლება ეგ ძალიან ხშირი და ჩვეულებრივისაა, რომ ვარჯიშობს ადამიანი და 130-დან 100 ჩამოვიდა და სარკეში რო ხედავს ტრუსიკში რო დგას, ანუ ისევ იგივე ქონებია, რა. ცხიმი კი მოაკლდა, მაგრამ ძალიან ბევრი კონტური მასაც დაკარგა რა. მაგიტო გეუბნები კიდევ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ცინის მიღება, თქო, ცინის დაგროვება და აი ეს ვარჯიშის ფონზე ცინის დაგროვება ისედაც რთულია რა, ხორცითაც რთულია. ხორცით პროტეინ შეიკი და ყველა პროდუქტს რო ჭამ და ისედაც რთულია სტანდარტულად. ხორცის გარეშე კიდევ უფრო რთულია. ხორცის გარეშე კიდევ უფრო ირთუნებ და აი მეწოდება ღორების როხები კარგია, მაგრამ თუ აი ერთი მომენტი მე შენს ადგილას აი ვცდიდი რა შევჭამდი და თუ აი გუნისრევა და ის ორგანიზმა შეგრძნებები არ მოგცა მარტო ის რო დარჩეს რომ აი ღორები და ძროხები მეწოდება საწყნები
როგორმე უნდა გადავახო რა. თუ ისე ღორები და ძროხებზე მეტი ცილა თეთრორცა. ხათმები კაცო ეგენი არა ეგენი ძალიან ბევრი არის. ნუ იძახი. არ შეიძლება. არა კაცო. არა ძალიან საყვალები არ ვიცი ხო აი მე ძალიან გიჭირს. ვიცი და ერთი წამი რა მოდი გამოსავალი აპოვნი და სხვანაირად რატო ეუბნები რომ აუცილებლად ჭამას ხორცი თუ არ უნდა. კაცო არ ვეუბნე უბრალოდ თუ ამას არ ვაკეთებ მაშინ მე ჩემს რწმენა წარმოდგენაში ესე არის რომ მე მიგრძელდება გზა როცა მოვიმატე დავიკლებ ჯერ და მე კუნთოვან მასას მოვიმატებ ანუ უხორცოდ ეს გზა მიღწევადია მაგრამ უფრო გრძელია ეს სწორად არა უხორცოს დანევ ცილის ნაკლებია მაგალითად ცილას თუ საკმარის ვერ იღებ ერთი რომ პროცესი რწუნდება კნების იმიტომ რომ წონას რო იქნებ ცხიმი ყოიწვება კუნთური მასაც რო გაკლდება უფრო სწრაფად ხდება როგორ იცი აი თქვა რაღაც 5 კილო დაიკენი ჯამში გინდა 25-ის დაკნება 5 დაიკენი და всё მე ვეღარ იქნებ რა იჭედები იმიტომ რომ კუნთური უფრო სწრაფად ხდება იმიტომ რომ მეტაბოლიზმი ბევრად უფრო სწრაფად მცირდება იმიტომ რომ კუნთურ მასასაც კარგავ რა ანუ 5 კილო დაიკენი გაიჭედე და გიწევს რაღაცა კიდე მოაკლო კალორიას ან რაღაც კარდიოს მე აუხსნი ქართულად რაც ნაკლები კუნთი გაქვს ორგანიზმში მით უფრო რთულია წონაში დაკლება მით უფრო ნაკნების ჭამა გიწევს რომ და მეტაბოლიზმი კარგად არის იმიტომ რომ კუნთური მასა ამოძრავებს შენ მეტაბოლიზმს სხეულს და ასე შემდეგ სულ არაფერი არ აკეთო ესე რომ იჯდე თუ უფრო მეტი კუნთები გაქვს უფრო მეტი ჭამა შეგიძლია და მაინც დაიკნებ კუნთები ნაკნები რო გაქვს იმდენს ვეღარ შეჭამ რა უფრო ნაკნები უნდა ჭამო თუ გინდა რომ დაიკ აი კუნთი რო გაქვს მაგას ენერგია ჭირდება აი როგორც შე რო პრეპარატს მიიღებ და იჯექი მაგრამ ტვინი რომ მუშაო და ბევრი ხო იწვებოდა ეგრეა ზუსტად კუნთი რო გაქვს ანუ კუნთები რო გაქვს ზიხარ და ეს კუნთები რო პროსტა იყოს ანუ შენ და სანდრო ორივე ხო ხერთ ხა ეს მეც წვავს კალორიას ვიდრე შენ ანუ კუნთური მასის შენარჩუნებას ჭირდება კალორიების წვა რა და ეგ კუნთური მასის კარგი ეხა მოდი ესეთ რაღაც გავაკეთოთ 100 თუ იცის და გარკვეული აქვს 180 გრამი ცილა უნდა მიიღოს ჩამოწეროს ან მე გადაცემის მერე დაეხმარე რომ ჩამოვწეროთ რა უნდა რამდენი უნდა ჭამოს ყოველ დღე რომ 180 გრამი ცილა შეავსოს ხორცის გარეშე ეს იქნება ხაჭო კვერცხი ეგვაითი სხვათა შორის ძალიან კაი გამოსავალი იყიდება უკვე თბილისში შემოიტანეს მარტო ცილა ჩასხმული მეებში რა თეთრი ანუ კვერცხის ცილა მარტო გული კი რა ორ კვერცხს რო შეწოდილი დაანჯერ 200 გრამი ცილა ჩაასხი რა და გემო ძალიან კარგი ეგ თითქმის იგივე ბევრ ცილას მიიღებ იოგურტები ეს პროტეინის პუდინგები დათვალე უცხიმო ბერძნული იოგურტი ის რა ქვია ხაჭო 0%-იანი ხო საერთოდ ეგ შეგინია ესე პროტეინ შეიკის მარტივისა რძერო აიღო ეგეც რაღაც ცილას რო შეიცავს ეგეთებიც არის ბლომად ცილა რო ნაკნები კალორია რძე 0%-იანი ხაჭო შიგნით თუ გინდა ბანანი თუ გინდა მარწყვი ნებისმიერი ხინი რაც გიყვარს რო დააბლენდერო და დანევ ანუ შენ რომ რაღაც ისეთი იყოს რა მარტივად დანეო და 50 გრამი ცილა დაგიგროვდეს უცებ რა. ანუ ყურადღების მიქცევა უნდა დაიწყო და უნდა ცოტა ის გჭირდება, რასაც მე ხა ამ ეპიზოდში მივხვდი, არ იცი რაღაცა. თუმცა არ იცი რა არის შენ შემთხვევაში რთული რა იქნება, იცი? ანუ მეტი ცილა მივიღო, მეტი ცილა ხა შენ რაც ჩამოთვანე, ხაჭო, ჭამა, ეგვაითი, კვერცხი მაგას კი შეჭამა რა თან გშია მე რა იმდენად ვერ ნაყრდები და თან კალორია ცოტა უნდა მიიღო და მე ტანჯვაში როგორ ტანჯვაში ვარ სირო ეს რა ქვია მივდივარ და ადრევიძინე რო არ მომშილ ხო მაგას მეც ვაკეთებ მე ხანდახან მინდა ზოთა გვიან საერთოდ თუ მედიხარ ხო საერთოდ ნა თან ხა შერას იძახი რა ყვენი კვერცხი ჭამე რა ანუ კვერცხს შეჭამ შვიდს რო შეჭამ ცხიმიც იმდენი აქვს რო მე ამიტომ თქვი ეგვაიტი კვერცხში ხაჭო რო გაუკეთოს უგემრიელესი გამოვა და ძალიან ბევრს აიღებს ახლა ეგრე შეიძლება კერძები გააკეთო რაღაცა ხორცის გარშე და აწიო ცილა არ არის ყველაფერი შეიძლება შეჩვევადია ერთი კვირა რო გააკეთო ერთ კვირაში ისე კარგად შეჩვევრის კალორია რაღაცა ანუ ვერ ჯერჯერობით ვერ მივაგენი ჩემზე მორგებულ ისეთ კომბინაციებს სადაც დავრწმუნდებული რომ მუშაობს რომ გამეგზელებინა აი ექსპერიმენტებს ვატარებ პროცესია კი ეგ ეგრევე აი ეს რო ჩემი ის ლოგი რო გენახა აპლიკაციების
სულ მქონდა გაწითლებული ცხიმი, ანუ სულ ორჯერმე ცხიმს ვიღებდი. მარტივად ივსება და მაგეთ ყველას პრობლემაა მარტოშენია. ცხიმში ის მქონდა იმებში ნახშირწყლებს და აშტანიც ბევრი ცილა. ერთადერთი კარგი ამ იმან რაც მასწავლა ერთი რომ ანუ პროტეინი როგორც გითხარით აი რაღაც თმის ფაქტურა, კანი, ესენი დამიბრუნა მართლა, იმიტომ რომ ეთყობა ძალიან დაბალზე იყო და ნახევრის შევსება რო დაიწყო, ეგეც ოკეია, ორგანიზმი ამოისუნთქა და კრეატინისმა რომ დავიწყე და ერთთვიან შესვენებებით ვაკეთებ, ერთი თვე ვსვამ, ერთი თვე მე აღარ ვსვამ. რატო მასწავლა იცი რატო მასწავლა წყლისმა და ამ ზედმეტმა წყლის მოხმარებამ ცოტა გამიაქტიურა თირკმელები ძალიან დატვირთა. და არ ვიცი, ამიტომ ცოტა ხანი ვასვენებ ხოლმე, რომ ძალიან არ გადამეტვირთოს თირკმლის მოქმედება. იცი როგორ არის? თირკმენი თუ ჯანსაღია და არაფერი. ხო, აი არ ვიცი რა ბოლომდე არ ვიცი. ჯანსაღია. ეს როგორი უკვე შენი შიშები. ხო, ძალიან კარგად, მაგრამ აი მაინც მე თქვი არ დავტვირთო თქო. არა, მე მგონი. აი, გავაგზავნე. overthinking-ში გიждები კრეატინზე. კი, კარგია და ერთი თვე იდეაში 2 კვირა ჭირდება სანამ დაიწყეს მუშაობა, შენ 2 კვირაში წყვეტ ისევ ანუ 1.5 წელი ყოველ დღე რომ პრობლემა არ არის. გადაწყვეტილება მიღებულია. მოკაც მე თუ მკითხავ თავიდან, ესეთ გეგმით უნდა გადა ხალხი, ან ძალიან გასაინტერესო იყო ალბათ ვეგეტარიანელებისთვის ეს ეპიზოდი. იმიტომ რომ ყველას აქვს ეს პრობლემა ხა და სულ კითხულობენ ლობიო და ოსპი გადასარავია, მაგრამ იქ იმდენივე ნახშირწყალია, რამდენიც ცილაც არის და ამიტომ ყველა ვარიანტი მარტივია ბატონო? უფრო მეტი. ხო, უფრო მეტი და ამიტომ მარტივია გადაჭარბება კალორიაში. შენ უნდა იცოდეს ზუსტად რამდენი კალორია უნდა მიიღო დღეში რომ წახვიდე კლებაში და ამის ტრეკინგი უნდა გააკეთო ყოველ დღეს ასწორზე დადგომით და მაგის ჩაწერით რომ იკლებ თუ არა, ოღონდ არ უნდა შეგეშ, არ უნდა გადაცდე ცოტა ხანი მაინც. და ცილოვანი კერძები აკონტროლე, საერთოდ მე თუ მკითხავ თავიდან მარტო ცილის მიღება რო აკონტროლოს და ჯერ ვაფშე შენ უნდა ისქნა აი ცინის პროდუქტებს ყველაზე კომფორტულად, ანუ ყველაზე მარტივად, რასაც ყოველ დღე იღებ, ეგ უნდა დაამუღამო, რომ მაგეებით ეცადო, აი მე როგორც ხორცი რომ აქ აი ძირითად ცილას თუ ვავსებ ხორცი რაღაც 300-400 გრამი, всё. დანარჩენი პატარა ხანამა შევჭამ ხან. სანდროსთან ერთად ცხოვრება არის. რაღაცა 10 საათზე უცებ რომ 5000 კალორია მაქვს დასამატებელი, თორე გავხტები და უცებ რომ შეყრის რაღაცა გრილებში და იმეებში. გუშინ ისეთი აზიური კერძი, ამხელა ბრინჯი, თხილები და соуსები და ბოსტნე. და შენ ამდენს აშვები? მე ვიძინებ. ოკეი. მე 9 საათზე ჩემში ვდოდეთ მივდივარ დასაცილებლად. ცოტა ჩემი თებში. და ორ ლუკ. აი, თაშე რომ დაიძინებ, შენ დამირეკე და მოვა. ხორცი ჯამას. ხორცი ჯამას. ისე საჭმლის მომზადება აწონვა რაღაც მაგის დრო გააკახე. კი. ეგეც კარგია. უკვე თითქმის აი ბოლოში ხარ. აი დამუღამება გინდა. მაგიტომ აი ის არის, აი ძალიან პატარა pushing-ი მჭირდება, რომ ან აი წეგარ სუსთავში რო ვახსენეთ რა ეს თავი რო გადავოდო რა ChatGPT-ს კი აღარ დაუჯერო ვიღაცის დიეტას კი აღარ დაუჯერო ჩემ თავს კი არა ვიღაცა მითხრას პროფესიონალმა რომ აი ესე გააკეთე და ერთი კვირა ვასთი რა აი ხელებს ავწევ და ვნებდები ოკეი ეხლა რასაც მეტყვი იმას ვიზავ და დავიჯერებ რომ იმუშაოს მოხდი მაშინ გინდა ესე გავაკეთოთ დავიწერს სანდრო ერთ პროგრამას რასაც აკეთებს ხოლმე ზოგადად ოღონდ უნდა გაყვე ერთი კვირა გაყევი რა და შეხედე ანუ აბა ნახე როგორ იკლება სიკლი. მე ეგ იქნება იდეალური. და შეხედე რა იქნება. მაგაზე შევთანხმდით რა პრობლემაა. ნახოთ აბა. იმიტომ რომ რაღაც ჩემი ის რა არის რა ანუ სავარჯიშოდაც რომ მივედი რა მიწევს წასვლა აი 3 თვეში და თუ შესაძლებელი. მოდი ახლა ესე ვთქვა. აი 3 თვეში მივდივარ. საქართველოში არ ვიქნები. 3 თვეში მინდა რომ მქონდეს ძალიან კარგი ვიცოდე ვარჯიში, ვისწავლო კარგი ვარჯიში, ეს იყო ჩემი ტრენერის დავალება. ანუ ვისწავლო, მივხვდე ჩემს ხელზე რა მუშაობს კარგად, რა. ვისწავლო ჭამა და ვიყო ისეთი ფიტ, რომ იქ რო ჩავალ იმ ქალაქში, იმ დარბაზში რომ მივალ, გავაგზელო ეს პროგრამა და ისე ვჭამა და ისე ვივარჯიშე. და ანუ იასნია რომ იასნია ცოტა სიტყვა, მაგრამ ანუ ზაფხული მოდის და მინდა რომ ზაფხულისთვის ისეთ კაიტანზე იყოს ყველა. აი ზე რა ანუ
Fit, right, უკეთესზე ხო. მოდი ესე დაიწყე იმაზე უკეთესზე ვიდრე ეხლა ხარ. უკეთესი ჯობნი არის. და მე ნელ-ნელა წახვალ უკეთესობის. აი ჩვენი დროც ნელ-ნელა იწურება და ეს გარდანარჩენი მე ეპიზოდს მიღმა გავაგრძელოთ. და ერთს ვიტყვი რა, მაინც რომ მნიშვნელოვანია ერთი, რავი, შეიძლება ძალიან ნერვები მოეშალოთ, ანუ იმას რა ქვია, ვეგეტარიანებს ახლა ჩემზე განსაკუთრებით. მაგრამ ის არის რა ქვია, ეგეც არჩევანის ამბავია. ეხა ვარ შუაში გაჭედილი რა, ან გადაწყვეტილებას ან შევიცვლი, ან გავუყვები ისევ და არ ვიცი, მაგრამ ძალიან მარტივად ვუყურებ რა. იმას რომ ჩემი ორგანიზმისთვის რაც არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, მაგ გადაწყვეტილებას მივიღებ და ვერაფერი და გარედან ამაში არ არსებობს რა. სწორი ის. მეორე რომ დამოკიდებულ ადამიანები ან ადამიანები უпростоრად ვინც ახლა მოხმარებაში არიან, რომ ყურადღება მიაქციონ, მე გამიმართლა, რომ აბსოლუტურად არც ერთი რაღაც ქრონიკული დაავადება არ მაქვს, არც ვირუსული არაფერი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასე გადარჩება. ამიტომ რაღაც დროს თუნდაც აგზელებდეს მოხმარებას, მაინც შეიმოწმოს ხოლმე. აუცილებელია რა, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ შეიძლება გამოგვეპაროს ისეთი უმნიშვნელო რაღაც, რაც მე თუნდაც მე როცა დაანებებ თავს, ისეთ თავის ტკივილად გექცეს, რომ ძალიან გაგიჭირდეს ცხოვრება. ამიტომ ეგ მნიშვნელოვანია და კიდე ერთხელ მინდა რომ მადლობა გითხრა თქვენ. მადლობა უთხრა მაყურებელს და ბოდიში უთხრა ყველას, ვისაც ჩემი ნათქვამით შეიძლება ზიანი მივაყენო. არ ვიცი. არა მგონი ახლა ვინმე ზიანი მიაყენო, პირიქით მე მგონი დაეხმარები, ვისაც უნდა რომ კარგად იყოს მოკეთ და ჩვენ ყველა გვინდა რომ კარგად იყოს და ამიტომ ძალიან კარგი. და ერთ კვირაში შევხვდებით სანდროს. და ნახოთ Fit Sandro Kakoli. ერთ კვირაში შედეგი არა, ხო ისევ წია. შეგზნებით და ერთ კვირაში არა, მაგრამ აი სამ თვეში შეიძლება გადასარევით ცვლილება გქონდეს. აი სამ თვეში მართლა. ერთ კვირაში დავითანხმებ რომ მოდი აი სანამ წავა სამ თვეში მოვიყვანოთ და კიდე დავთქვათ და აბა ერთი არ გაგიკეთებ. არა, თან მე ისე დასკეზებს ვაკეთებ. აი ხო 31 დღეში ჩამო. სამ თვეში წასვლის წინ მოგვიყავდათ და დაგვიტრიალდი კამერების წინ. და მე თუ ახსენი აი მინდა? კი, მაგრამ მინდა. გადაპირებო. კაი, ანუ მაგრამ მინდა. მოდი შეგვიძლია ეგ გავაკეთოთ. კი ბატონო. და ისა რა ქვია, სამი თვე იყავი სანდროს კვების მეთვალყურეობის ქვეშ, სამი თვე შენ სადაც ვარჯიშები, სადაც აგრძელებ ვარჯიშს და მოდი ვნახოთ აი პირდაპირ ხალხთან ერთად. ეს სამ თვეში რა შეგზნებები რა მაგარია რა ის გაგიჩნდება დამოკიდებ მე შენ თვითონ ხარ. აი, მაგარია. კი ბატონო. დებს პირობას. მიღწეულია შედეგი ისა, შედახმება. ძალიან დიდი მადლობა სამ თვეში იგივე შემადგენლობით გვიხილა და ნახოთ რა ცვლილებები იქნება ცხოჩოს ძალიან საინტერესო მე ძალიან დამაინტერესა. მოკლედ ნახვა დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის რომ გვიყურებთ და აბა დროებით. კარგად. კარგად.